გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვარ გიორგი და ეს არის არხი იდეა პორტალი. ადრე ძალიან პოპულარული იყო ესეთი პროგრამა Adobe Flash-ი, Flash Player-იც ალბათ გაგონილი გექნებათ. დღესდღეობით აღარ არის ეს პროგრამა აღარ არის ისე პოპულარული. მე მგონი საერთოდ აღარც გამოიყენება. YouTube-ი მაგალითად ამ Flash-ის ბაზაზე იყო YouTube ვიდეოები თავიდან და აღმოჩნდა რომ მე რაღაც უსაფრთხოების პრობლემები ჰქონდა და ამოვიდა ხმარებიდან. შეიძლება სადღაც გამოიყენება გრაფიკოსებში, მაგრამ მე პირადად ხშირად არ შემხედრია ეს პროგრამა და ამ პროგრამას ერთი კარგი მახასიათებელი ჰქონდა. ძირითადად ისინი ამას იყენებდნენ კომპიუტერული გრაფიკოსები და მას ჰქონდა ერთი ესეთი თვისება, რომ მასში არსებული ობიექტების პროგრამირება, ფუნქციონირების, ანუ ანიმაცია მაგალითად, პროგრამირება შეიძლებოდა. მას ჰქონდა სკრიპტი, ამ სკრიპტის საშუალებით შეგეძლო ობიექტები გემართა პროგრამულად. ანუ ჩაგედო რაღაც ლოგიკა მასში, მათ დინამიკაში და ანიმაციაში. აი ერთ-ერთ ასეთ პროგრამაზე არის გაკეთებული, ერთ-ერთ ასეთ პროდუქტზე არის გაკეთებული ესეთი ანიმაცია, სადაც განხორციელებულია ევოლუციის პრინციპები. როგორ მუშაობს ევოლუცია? კერძოდ კი ევოლუციის ძირითადი პრინციპი. ეგრეთ წოდებული კომბინაციები, შესაძლო ვარიანტები და სელექცია. კერძოდ მე რასთან შეხება მქონდა, ეს იყო ანიმაცია ველოსიპედის გამოგონების. ოღონდ რა თემაა? არის სისტემას მოცემული აქვს რამდენიმე ღერძის სახით და ბორბალი, ორი ცალი ბორბალი. და უნდა დაალაგოს ეს სტრუქტურა ისე, რომ ველოსიპედმა გადაალახოს რაღაც სირთულის გზა, ბარიერებიანი გზა და რაღაც შედეგს მიაღწიოს. თავიდან შემთხვევითად იყრება ეს მექანიზმები, შემთხვევითად აიგება, გადის რაღაც გზას და იჭედება რაღაც ადგილზე, შემდეგ ამ კომბინაციას უარყოფს, სხვა კომბინაციას ირჩევს, გადის კიდევ რაღაც გზას და კიდევ იჭედება და ასე შემდეგ, ხო? ანუ მთავარი პრინციპი აქ რაც არის, წინასწარ კი არ დევს ამ პროგრამაში, როგორ უნდა იმუშაოს ამ სისტემამ. ეს კი არ არის წინასწარ ჩადებული. არამედ პირიქით, ყველა შესაძლო ვარიანტს უშვებ და იქიდან საბოლოო ჯამში არჩევს იმას, რომელიც საუკეთესოა და რომელიც შედეგს იძლევა. ამას მე რამდენიმე ვიდეო მიუძღვენი, მაგალითად ერთ-ერთი იყო როგორ წარმოიშვა ვეფხისტყაოსანი და ესეც პრინციპში ეს ვიდეოც არის ერთ-ერთი თემათაგანი ქიდან, რომელსაც მე განვიხილავ ევოლუციას მიძღვნილ ვიდეოებში. მაშ პრინციპი რა არის, რომ თავიდან ამ სისტემას აქვს რაღაც კონკრეტული დეტალები ველოსიპედის და ისე უნდა დაალაგოს, რომ მიიღოს გარკვეული შედეგი. ანუ არის კონკრეტული ნივთები, არის კონკრეტული მექანიზმი, რომელსაც შეუძლია რომ ეს ნივთები ერთმანეთთან რაღაცნაირად დააკავშიროს და არის მიზანი, რა უნდა შესძლოს ამან. ეს არის ევოლუციის ერთ-ერთი პრინციპი. ანუ წინასწარ კიდევ მეორე, ჩადებული როგორი უნდა იყოს ველოსიპედი, ეს არ არის. მის ფორმას განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ ის გარემო, სადაც მან უნდა იარსებოს. ამ შემთხვევაში ამ ანიმაციაში ის გზა. ეხლა დაახლოებით 5-6 საათი ჭირდება იმას, რომ მე რაც მახსოვს, 5-6 საათი ჭირდება იმას, რომ მიიღოს უკვე რეალურად ველოსიპედის ფორმა, რომელიც გადის საკმაოდ დიდ მანძილს. მანამდე კი ამას ყველაფერს, რა კომბინაციებსაც ის ადგენს, ამას ქვია როგორც ვიცით მუტაციები, ხო? ანუ სხვადასხვა ვარიანტები. ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს და მუშაობდა ევოლუცია თავის დროზე. გარემოსთან შესაბამისობაში. თავიდან ქონდა ყველა შესაძლო ვარიანტი, მაგალითად ატომების დალაგების და მხოლოდ ისეთები გადარჩებოდნენ, რომელიც იძლეოდა გარემოსთან ადაპტაციის უფრო მაღალ ხარისხს. და ეს ანიმაციაც არის ძალიან კარგი მაგალითი ამისა. ასევე მე ნანახი მაქვს იგივე მსგავსი ანიმაციები, თქვათ ადამიანის სტრუქტურის შესახებ, რომ ადამიანმა როგორ გაიაროს რაღაც მანძილი თავიდან სისტემას მოცემული აქვს ნებისმიერი წყობა ნივთების. ეხლა საქმე რაში? ეხლა ვიტყვი ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას. ჩვენ დღეს აი ამ მომენტშიც კი, დღესაც კი ამ დონეზეც, განვითარების ამ დონეზეც, ზუსტად ამ პრინციპებით ფუნქციონირებს. როგორ და ეხლა ერთი კითხვა ესეთი. უпростоრეთ ერთი ასეთი მაგალითი. აი წარმოიდგინეთ რომ თქვენ გითხრეს რომ თქვენ მოცემული გაქვთ რამდენიმე თქვა 10 ცალი 9 მეტრიანი ფიცრის კოჭი, ხის კოჭი და გითხრეს რომ ამისგან ააწყეთ სკამი. თქვენ რას გააკეთებთ? ხო იცით სკამი როგორიც არის, აიღებთ რამდენიმე 4 ცალს ერთმანეთზე გვერდით მიატყუპებთ, მერე გაუკეთებთ ფეხებს, მერე იქ დააჭედებთ კიდე სამაგრს, რომ არ წაიქცეს ეს ფეხები არ ყანყალებდეს და მორჩა სკამი მზად არის.
არის, ხო? მაგრამ ყველას ალბათ სოციალში ნანახი გექნებათ ესეთი რაღაც, ასანთის ღერები რომ დევს, გარკვეული განტოლებაა შედგენილი, თუმცა ეს განტოლება არ არის სწორი, მაგალითად 5 მივუვათოთ 2 უდრის 800 წერია სიტყვაზე და გეუბნებიან რომ 2 ასანთის ღერის გადაადგილებით მიიღეთ სწორი ტოლობა, ხო? ნუ თუ არ იცით ეს კონკრეტული მაგალითი, თქვენ ცდილობთ ჯერ სხვადასხვა ვარიანტებს, ჯერ ერთს გადაადგილეთ, მერე მეორეს, მერე მესამეს და ამავდროულად და რაღაცა 10-15 მცდელობის შემდეგ, ან მეორე მცდელობის, ან მესამე მცდელობის შემდეგ მიიღებთ შედეგს, ხო? ზუსტად იგივე პრინციპია. ხომ გეცნობათ, ან ზუსტად იგივე პრინციპია, რაც თავიდან განვიხილე. ანუ თქვენ არ იცით როგორ კეთდება, მაგრამ გააქვთ მიზანი და სხვადასხვა ვარიანტებს არჩევთ და სხვადასხვა კომბინაციებს განიხილავთ რანდომად ან რაღაცა უკვე გამოცდილების ბაზაზე. ეს გამოცდილებაც რომ არ გქონდეთ, ყველაფერს გააკეთებდით რანდომად, შემთხვევითაც სანამ რაღაცა დადასტურება არ იქნებოდა, რომ აი მიღებულია ის შედეგი, რაც გვინდოდა, ხო? ეხლა უფრო მეცაც გეტყვით, ეს გამოცდილებაც კი მიღებულია აი იმ რანდომ შედეგების ბაზაზე, თავის დროზე. და რა იგულისხმება ამაში? დაუბრუნდეთ პირველ მაგალითს. როდესაც გითხრეს სკამი და თქვენ მალევე გააკეთეთ სკამი. თქვენ რომ არ გწოდნოდათ სკამი რა არის, ხო და არც ნანახი გქონდათ. ზუსტად იგივე პროცესების გავლა მოგიწევდათ. ანუ ეს თქვენი ცოდნა არის ევოლუციის შედეგი. ერთი რომ ან მანამდე ნანახი გაქვთ და ეს ჩაიბეჭდა გონებაში, ანუ გამოცდილ თქვენმა ტვინმა ძალიან სწრაფად გაიარა ყველა შესაძლო კომბინაცია წამებში. ის კომბინაცია რაც უნდა გაევლო, თქვათ 5 წუთში, როგორც აი ასანთის ღერებთან დაკავშირებით, ვინაიდან და რადგანაც თქვენ უკვე იცოდით სკამს როგორი ფორმა აქვს, წამებში გაიარა ის მილიწამებში, მიკროწამებში და უკვე დაიწყეთ პირდაპირ იმის კეთება, რაც არის სკამი. თქვენ რომ სკამი არ გწოდნოდათ როგორი იყო, ხო? მარტო მიზანი რო გქონდათ, რომ ადამიანი შეეძლოს დაჯდომა ისე რომ არ წაიქცეს. თქვენ 1000-ნაირ სხვადასხვა ვარიანტს დიდით წარუმატებელი იქნებოდა და მიიღებდით საბოლოო ჯამში შედეგს, რაღაცა 100 მცდელობის შედეგს საბოლოო ჯამში მიიღებდით მყარ სტრუქტურას, რომელიც უძლებს გარემოს, ანუ ადაპტირდება, ანუ სელექციას უძლებს. იგივე პრინციპებია. რაც შეეხება ცოდნას, ხო? ეს უკვე ბევრი რამე ჩვენ რაც ვიცით, ეს არის ევოლუციის იმ პრინციპების შედეგი. ანუ ევოლუციის შედეგად გენეტიკურად ადამიანში, სწორედ ამ ტიპის პროცესების დროს ადამიანში ჩაიწერა რაღაც მახასიათებლები. რაღაც დონეზე, თქვათ, ბავშვი რომ იბადება, გენეტიკურად მან იცის უკვე რა როგორ უნდა გააკეთოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის რომ ადრეც რომ განვიხილეთ ესეთი მაგალითი, სადაც იზოლირებულ გარემოში გაიზარდოს და არც სკამი დაინახოს და არც არაფერი, თუ მას აქამდე გაკაჩავს ის და სიცოცხლის უნარიანი იქნება, ის თუ დაიწყებს სკამის შექმნას, ზუსტად იგივე პროცესების გავლა მოუწევს. რანდომად ყველა ვარიანტის განხილვა და იმ ვარიანტებიდან რომელიც გაამართლებს და მიზანს დააკმაყოფილებს, მიზნის მოთხოვნებს, ის იქნება სკამი საბოლოო ჯამში ან სხვა ნებისმიერი ნივთი. ანუ ამით რა რეზიუმეს სახით რა შეიძლება თქვათ, რომ გონება პრინციპში, როდესაც საუბარია რაღაცის კრეატივზე, ანუ შექმნაზე, გონება იგივე პროცესებს გადის, ოღონდ მიკროწამებში, იმიტომ რომ მას აქვს მოდელები, შაბლონები, რის მიხედვითაც უნდა გაკეთდეს რაღაც, რასაც გადის ბუნება, რაც აღიარებულია ევოლუციის თეორიაში, როგორც ევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი. ყველა შესაძლო ვარიანტი და აქედან ამორჩევა იმისა, რომელიც საუკეთესოდ ადაპტირდება გარემოსთან. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ხო, კრეაციონიზმი და ევოლუციური პროცესები ერთი და იგივეა. ერთი და იგივე რაღაცის ბაზაზეა. აქ მე მაგალითად აი პიზე რომ მქონდა ვიდეო იქ ვახსენე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია, რასაც ქვია შესაბამისობა, მსგავსება და ხატება, ანუ როდესაც საუბარი გვაქვს შექმნაზე, ანუ ერთი და იგივე პრინციპია, თქვენ უკვე ხედავთ, ხო? გარემო განაპირობებს ობიექტის ფორმას. გზა რომ იყოს სხვანაირი, სწორი მაგალითად, ხო? იქ სხვანაირი ველოსიპედი შეიქმნებოდა ძალიან პრიმიტიული, რომელიც არაფერს არ ედება და საკმარისია რომ გაგორდეს, ეს უკვე საკმარისი იქნებოდა იმისთვის. ნებისმიერი სტრუქტურა შეიძლება იყოს მახინჯი სტრუქტურაც, რომ საკმარისია ველოსიპედი გაგორდეს, ხო? მაგრამ რახან ბარიერებია, ეს ბარიერი რომ გადალახოს, მას სპეციფიური სტრუქტურა უნდა ჰქონდეს. ანუ გარემო იმსგავსებს, გარემო ქმნის ხატად და მსგავსად ინდივიდს, ანუ ობიექტს, რომელიც ამ გარემოში უნდა ადაპტირდეს.
როცა საქმე გვაქვს კრეაციონისთან, ხო? იგივე ხელოვნება ხო ადამიანის შინაგანი სამყაროა, როგორიც არის ადამიანი, ისეთ ნახატს ქმნის, ხო? შინაგანი სამყარო როგორიც აქვს. როგორიც არის შემოქმედი, ისეთ არსებას შექმნის. არა აქვს მნიშვნელობა ეს მოაზროვნე არსებები იყვნენ, ისეთი როგორიც მაგალითად კლასიკა სიკველშია Alien-ის შესახებ, პრომეთეუსი, ხო, რომ ეძებენ შემოქმედებს, ვინ შექმნა ადამიანი, ხო? არა აქვს მნიშვნელობა ესეთი არსებები არიან, ის უცხო პლანეტელები თუ რაიმე ერთი შემოქმედია, ის მაინც თავის იმსგავსებს, ხო? აი ეს დამსგავსება სწორედ ევოლუციის პრინციპის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმია. არ გარემოზე რო ყველა შესაძლო ვარიანტი იქნება და შემდეგ გარემოზე ადაპტირდება. გარემოში იქნება ეს ერთი კონკრეტული ობიექტი. მე მგონი საინტერესო იყო, მე მგონი გასაგებია ეს თავარი პრინციპი და ამ ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ ეს, რომ რამდენად რაღაცები ერთმანეთს უახლოვდება. იგივე ერთ-ერთი წინა ვიდეოში რატომ ვკამათობთ რელიგიაზე დღემდე, აი ამას უკავშირდება სწორედ რა, რომ რაღაცეები ამოდიან ერთი და იგივე საბაზო ფესვებიდან და შემდეგ განშტოვდება და შემდეგ ამ ზედა ნაწილებში აქ რაღაც კონფლიქტები არსებობს. ერთ დროს იყო ასეთი ტენდენცია, უпростоრეთ პოპულარული ასეთი მიდგომა, აი როდესაც რაღაც მომენტში ადამიანები რომ ცდილობდნენ რომ დაემერჯათ, ასე ვთქვათ, ეს კრეაციონიზმი და ევოლუციური თეორია ერთმანეთთან. ასეთი მიდგომა იყო საინტერესო, ასეთი ფრაზა, რომ ესე იგი რელიგიური წიგნი, მაგალითად ბიბლია, სადაც წერია, რომ ღმერთმა ადამი შექმნა მიწისაგან, ისეთი რამისთვის არის განკუთვნილი, სადაც სულაც არ არის საჭირო დეტალურად ჩაწერილიყო, როგორ წარმოიშვა მეთანი და ამინომჟავა, მერე მოგვიანებით ამება და ასე შემდეგ ეს განვითარდა და ბოლოს რომ მივიღეთ ადამიანი, ხო? წიგნი ბიბლია მაგალითად განკუთვნილია სხვა მიზნებისთვის და უბრალოდ მოკლედ წერია, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა მიწის. ასე ვთქვათ, სიმპათიური მიდგომაა რა. შეიძლება ვინც რაღაცნაირად ცდილობს, რომ ეს თეორიები დამერჯოს, გამოადგება ესეთი ფრაზა, მაგრამ აქ არის ნიუანსები, რომელზეც მე ადრეც მისაუბრია, ასე პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, რა თქმა უნდა. ასევე აღნიშნავ, რომ აღწერაში იქნება მეტნაკლებად დეტალური განხილვის ლინკი ამ ვიდეოს, ანუ ფლეშ ანიმაციის განხილვის ლინკი, სადაც საუბარია იმაზე თუ რა ხდება რეალურად ამ ანიმაციაში და იქვე ასევე დავდებ ლინკს, რომელიც ვიპოვე ამ არსებულ ვებ რესურსებზე მსგავსი ანიმაციის და შეგიძლიათ ისიც ნახოთ. გმადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.